მოგესალმებით, მე რობი ვარ, ეს რობის ავტობლოგია, ხოლო ეს კი 2022 წელს წარმოებული BMW X4 20D-ა. X4-ის პირველი თაობა 2014 წელს გამოვიდა, მაგრამ მისი მოძველებული დიზაინის გამო საჭირო იყო წარმოებიდან მარტივად და სწრაფად ამოეღოთ და სულ რაღაც 3 წელიწადნახევარს გასტანა. ხოლო ეს მოდელი 2018 წელს გამოვიდა და 25-მდე იწარმოებოდა. ამ მოდელის კოდური სახელწოდება G02. რა შემოგთავაზა BMW-მ ამ მოდელში? ამ მოდელში BMW ბევრი განახლება შემოგთავაზა. ფარები მაგალითად 2000 წლებიდან დაწყებული BMW-მ შეგვაჩვია, რომ ფარებზე აუცილებლად ენჯელაისები უნდა ყოფილიყო. მაგრამ ამ მოდელში ენჯელაისები უკვე აღარ გვხვდება. ეს ცოტათი სადავო თემაც არის, რადგან ზოგი იძახის, რომ ენჯელაისები ისევე არისო და შენარჩუნებულიაო, თუმცა ჩემთვის ესენი უკვე ენჯელაისები აღარ არის. BMW-მ ასევე შემოგთავაზა განახლებული ცხაურა, რომელიც ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ცოცხალია. ასევე შემოგთავაზა ახალი ლოგო, რაც ამავდროულად ძველიც არის და ამოპრინტერებული 2D ბამპერი. ხო, სამწუხაროდ მე არ მომწონს ეს ბამპერი, რომელიც BMW-მ შემოგთავაზა. ისეთ დაბეჭდილებას ტოვებს, რომ თითქოს კორპუსის შემადგენელი ნაწილია და არა ცალკეული დეტალი, რომელიც შეგიძლია მოხსნა და მიაყენო. აი თითქოს ამ ფილოების გაგრძელებაა. ვისურვებდი, რომ მეტად რელიეფური და გამოკვეთილი ყოფილიყო ეს ბამპერი. რაც შეეხება ცხაურას, ცხაურა ძალიან კარგად გააკეთეს და ეხლა აგიხსნით რატო. აი ამ ლამაზი ბადის შიგნით გვაქვს ეგრეთ წოდებული გეითი, ჭიშკარი, ქართულად რომ ვთქვათ, და ის გეითი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღება, თუ ძრავი არა, ძრავის კომპიუტერი ჩათვლის, რომ მას მეტი ჰაერია საჭიროება. ამ შემთხვევაში შეიძლება ერთი მხარე გაააღოს, შეიძლება ორივე ერთად გაააღოს. ეს ძალიან კარგია, რადგან წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც -1 გრადუსით გახართ. -5 იყოს, ზოგადად მინუსი იყოს. თუ აი ამას ჩაკედავს ძრავს შედარებით მარტივად შეიძლება თავის იდეალურ სამუშაო ტემპერატურამდე ასვლა. შედარებით უფრო სწრაფათავა. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა არის ზაფხული. უბრალოდ გახსნის და მარტივად მეტ ჰაერს მიიღებს. ეს არ ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ზამთარი ან ზაფხული, ეს დამოკიდებულია ტემპერატურაზე. მოკლედ, თუ ძრავის გარკვეული ტემპერატურა რაღაც ზონამდე მივახცევს, ანუ მაღლავა, ესენი გაიღება შიგნით არსებული ეგრეთ წოდებული გეითები, გაიღება და ძრავს მეტი ჰაერი შეუვაკე და თუ აღარ იქნება საჭირო, უბრალოდ დაიხურება. რაც ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ შიდა ძრავის ინტერიერი ნაკლებად დაბინძურდება, როგორც ზამთარში, ისევე ზაფხულში. ერთადერთი რაც არის საერთო ის არის, რომ იმედი მაქვს ეს გეითები მალე წყობიდან არ გამოვა და არ გაფუჭდება და ეს თალკე პრობლემას არ შექმნის და თუ ეს გეითები დიდ ხანს იმუშავებს, ეს ძალიან დიდი პლუსი იქნება BMW-თვის. ორი სიტყვით მინდა ისევ ფარებს დაუბრუნდა. ფარებზე არ მithქვამს, რომ რადგან ენჯელაისები აღარ არის ცუდი ან რამებს გავსია, არა. BMW-ს LED ფარები გვხვდება, რომელიც ძალიან მაგარია, დიზაინერულად მაგარია, ძალიან კარგად არის დახატული და ძალიან კარგად არის გაფორმებული. ასევე კარგი ხედვის არეალია, კარგად ანათებს გზას, ანუ არაფერს ცუდს არ ვამბობ, კარგი ფარებია ნამდვილად. უბრალოდ ამ მანქანას ეს კონკრეტული ფარები არ უხდება. წარმოიდგინეთ უბრალოდ ამ ადგილზე რო იყოს ახლა იგივე ოღონდ შევსებული ენჯელაისები. წარმოიდგინეთ, ხო? ჯობია რა. აი მეც მაგას არ ვიძახი. რაც შეეხება დისკებს. ეს მანქანა იმ პაკეტია. და გვხვდება იმ პაკეტის დისკები. ეს 19-იანი დისკებია, რომელიც 255 ზომის საბურავზე გვაქვს, 255 ზომის საბურავზე გვაქვს დაყენებული. და რას ვფიქრობ? თუ ზოგადად ავიღებთ კარგი დისკებია, 80% ქართული დისკებისა, რომელიც მანქანას მოყვება, უბრალოდ ნაგავია ხოლმე. რა თქმა უნდა, იმ პერფორმანსს და იმს თუ არ ჩავთვლით, ეს სხვა განზომილება, მაგრამ აი ეს კონკრეტული დისკები ნორმალურია, შეიძლება კარგი სიტყვას შავი თეთრში რაღაცა საკაიფო გაფორმება. ხო, რავი, რა შეიძლება თუ დაითქვას? fake NASA საჰაერო. თუ
თუ შეგიძლიათ ვინმე დამიწერეთ კომენტარებში ან ამიხსენით, რა ჯანდაბად უნდა ეხლა იქნა სადმა. რა ჯანდაბად უნდა ზოგადად მანქანას ისეთი ფუნქცია, რომელიც არ მუშაობს. ანუ რა, ვიხმან რა გააკეთა დიზაინერული შტრიხი, მოჩ, დავთავაზა. აი სრულად. გათუნდოდა. ანუ პატარა 4 ცალი აქვს, ხო ესე 4 ან პატარა ჭრილები რო გაეკეთებინათ რა. პირველად ამას ხო იქნებოდა. კარგი შესახედავი ხო იქნებოდა, თან ფუნქციონალური ხო იქნებოდა. რაც შეეხება მანქანის გვერდთან მხარეს. აი, აქ ეთქობა რომ ნამუშევარი ნამდვილად აქვს. რადგან ახლა ერთი ზოლი აქ გვაქვს, მეორე ზოლი აქ, მესამე აი აქ. ნუ შეგვიძლია 4-საც შევთავაზოთ. კიდევ არის თემო. როგორც აი წარმოიდგინე რომ Mazda X, Mazda 3. მიხდი ხო რაზეც აქვს საუბარი. ჩამოთვლილი სწორი გარევი. აი თვითონ თარაზუთიო გასწორებული. აი აქ მაგას ეს შეხვდები, იმიტომ რომ ეს არის BMW აკეთებს შედარებით კარგად, ფიქრობენ შედარებით მეტს და გათვლა არ აქვს იმაზე რომ მე მანქანას რომ გამოუშვებო შედარებით მუქერებს დავადებო და მაინც არ გამოჩნდება და იყიდიან კაცო. საკაიფო ხაზები გვაქვს ახე, ერთი აქ არის გამოკვეთილი, მეორე აი მესამე აქ. ეს ყველაზე დიდია და მაგრად უხდება, ძალიან მაგრად უხდება რა. საკეებს რაც შეეხება, იგივე პრობლემა მაქვს, რაც X5-თან დაკავშირებით ვახსენე, ხედვა არც ისე კარგია, მაგრამ ნახე გარეი ვიზუალი რა კარგი აქვს. ხო, ფიქრობ რომ ნორმალურია რა. ახლა კატასტროფად რაღაცას ვერ უწოდებ, მაგრამ ხედვა ისე მაგრია. ახლა კიდე ორი წამით რას მინდა შევეხო, შეხედე, როგორ ანათებს გვერდიდან. ხედავ? რას გაგონებს? ფრთებს, ხო? აი თითქოს ანგელოზის ფრთებია, ხო? აი ეგრე ძალიან ლამაზად, ოღონდ აი თქოს დაკეცილი მდგომარეობაშია, ძალიან ლამაზად, რამდენიმე ზოლი მოძებთ. ზუსტად იგივე ხდება მეორე მხარეზეც, რა. ხო, კარების დახურვის მერე ეს ანგელოზის ფრთები თავისით გაქრება, გაღების დროს ისევე გამოჩნდება. ნახე, ორი წამი კიდე სად უნდა მივიპყრო შენი ყურადღება? ნახე რა ლამაზი ფორმა აქვს, ზოგადად რა მაგრა გაკეთებული. ეს მანქანა ხო არის X3-ის SUV კუპე. გადაკეთებულია კუპეოა 4 კარიანი და რა ლამაზად არის გადაკეთებული. როცა სალონში გადავალთ, აუცილებლად განახე ადგილი. იმისა მიუხედავად, რომ აი ესეთი ჩამოჭრილი ჭერი აქვს და უკან ჩამოჭრილი ტრაკი აქვს, მაინც დიდი ადგილი გვაქვს, როგორც თავთან, ისევე ზოგადად და აი მაგ ყველაფერს განახე, როცა სალონში გადავალთ რა. უბრალოდ ნახე, შეხედე რა ლამაზად არის გაკეთებული და წარმოიდგინე. აი ამ საბურავების და დისკების მაგივრად, რამე aftermarket-ში დააყენო, აუ რა თქმა უნდა, პროცესს წარმოიდგინე და დავაკვირდებით. ნახე რა ლამაზად გადმოდის საბურავი. კარგად გადამოდის, ხო? აი აქ ცოტა ჩემი აზრი შეიძლება შესაძლოა და მე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად არის ჩამოჭრილი და ცოტა შეიძლება და აქ ბამპერის გამოკვეთა. ნახე, გახსოვს რა ვთქვი წინა მაპერთან დაკავშირებით. 2D პრინტერში არის 2D ფორმატი გაკეთებული თუ ზუსტად იგივეს ვფიქრობ აქაც. ანუ ბამპერი მჭირდება რომ იყოს მეტად გამოკვეთილი. F30 გაიხსნით, რა მაგრად იყო გამოწეული და ძალიან მაგრადაც უხდებოდა, ხო? ანუ და მე აქ რა დავაშავოთ, რა თქვა რა გვაქვს რა, იგივე გამოწეული, მაგარი რაღაც დაკუნთული უფრო მისცემდა რა, ვიდრე ეს უბრალო თითქოს 2D ნახატი რა. კიდევ მადლობა მინდა გადაუხადო BMW-ს რომ შეგვინარჩუნა რეალური მაყუშები, ისევ კინისაა და ისევ შეგვიძლია ამითი ოპერატორის დაბრება, როგორც წინა X5-ის ვიდეოში ვახსენე. კინისაა და ფუნქციურია, რაც მთავარია, დაბლიდან არ გამოდის და თან ეს მანქანაც დიზელია, გავითვალისწინეთ. რაც შეეხება ფარებს, ნახე ფარები, მოდის ძალიან საინტერესოა. მაგრამ წარმოიდგინე, უბრალოდ გაიხსენე, კიდევ სად უხდება ესეთი ფარები. იხდი ხო? ეს ამის სერია, ახალ მესამე სერიაში ზუსტად იგივე ფარებია. შეიძლება ზუსტად იგივე არა, მაგრამ ძალიან წააგავს. ეხლა გაიხსენე ახალი მე-7 სერია და აი აქ ერთი ზოლი დაუმატე. იგივეა, ხო? აი ამას ვიძახი. რაღაცით უნდა განსხვავდებოდეს რა ეს ფარები. მაგრამ მესამე სერიასთან კავშირი რაღაც ფერი კარგიც არის. იმიტომ რომ ამან უნდა გაგახსენოს რომ ეს მანქანა რაღაცა კოსმოსიდან და მარსიდან არ არის ჩამოყვანილი, არამედ მესამე სერიასთან ნაცისაური კავშირი აქვს ძალიან დიდი. რაღაცა დაუმთავრებელია. უმარილო მწვადია რა. აი წვადი კახული, კახეთში გაკეთებული მაღალზე, მაგრამ უმარილოა. რაღაცები აკლია რა. აი წარმოიდგინე, ოდნავ დიდი საბარბული. ოდნავ დიდი. აი დაახლოებით აქამდე. გამოკვეთილი, მეტად გამოკვეთილი და რელიეფური უკანა ბამპერი. მიხვედი ხო? ეს ერთაზრამდე ვარ და რა. და აი აქ რამე საკაიფო სპოილერი. აი აქ იქნება თვითონ სპოილერი, მაგრამ ანუ რა ფუნქციას ასრულებს,
არ ვიცი, უბრალოდ აი ამ მსახურავის გაგრძელება რალასყას ვარიანტია რაღაცა უბრალოდ მიტყური. ხო, რავი, დიდი არაფერია. ის არაფერს ის არასრულებს, უბრალოდ დიზაინის ამბავშია გაკეთებული. ეს ვიგენის პარკი აფასურება რა თქმა უნდა, BMW-ს საფილმო წერა გახდა და რავი, არ მგონია მე მაგის გარეშე, რავი, ვერ წარმოვიდგინე. ხო, ნუ რა ხდება კიდევ უკანა მხარეს კიდევ ხდება BMW-ს ძველი და ახალი ლოგო. ხო, პირდაპირ მნიშვნელობით აი ეს შეგიძლია გაიგო, ძველიც არის და ახალიც არის, იმიტომ რომ ეს ლოგო იწარმოებოდა ძალიან ადრეც და ის დააბრუნეს ახლა, ჩვეულებრივად ის ლოგო ხდება და თარზე რა ხდება, რომ ეს არის X-Drive, რა თქმა უნდა, X-Drive-ია. SUV კატეგორიაში გადის და X-Drive უნდა იყოს. 20D 2.0 დიზელი, ვინც არის ის ალბათ ყველა მიცის, მაგრამ მაინც შეგახსენებთ. კარგი, ახლა გადავიდეთ სალონში და იქიდან გავაგრძელებ ყველაფერს. ნახე, რამიდე სალონზე გითხრა. ორი სიტყვით შევეხოთ ამასაც. გვაქვს საკაიფო ადგილი ფეხებთან. თან სკამის უკანა მხარეზე, აი აქ ჭრილებისავით გაკეთებული, რაც ხელს უწყობს რომ მეტი სივრცე გქონდეს ფეხებთან რა. კარგია. თან ეს სკამი ჩემს ოპერატორზე გასწორებული და მაინც საკაიფო დიდი ადგილი გრჩება რა. აი ჩვეულებრივად მიგზავრებ დიდ გზაზე და ხელს არ შემიშლის. აი ხა სიმაღლე რო გითხრა, აი ამ სკამთან დაკავშირებით, რომ აქ 3-4 ადამიანს დასვავ თქო, ვერ დასვავ, აი ჩემი გაბარიტების მქონე ადამიანი აქ მეორე დაждდება და ორნი კომფორტულად ვიმგზავრებ დიდ გზაზე, მაგრამ სამი უკვე უნდა ჩაეტენოს, რასაც ვქეთ. აი მეოთხეს კალთაში თუ ჩავისვათ, რა სხვაგან ვერ ზარეთ. გადაღების დროს გითხარი, რომ აი იმ ფორმის მიუხედავად, როგორ დაწვენილი ფორმაც აქვს, ძალიან დიდი ადგილი ამერჩი. მე სიმაღლეში ვარ 1.85 m. არა მარტო სიმაღლეში, განზე გაბარიტებით საკმაოდ დიდია ჩემი. და მაგის მიუხედავად, ნახე რამხელა ადგილი მრჩება, ანუ მაინც დიდი ადგილი მრჩება. ვერ ვეხები რა ჭერს. ჩემზე ოდნავ დიდი და 1.90 m შეიძლება კარგად ჩაჯდეს. ერთადერთი რასაც მგზავრობის დროს თავი შეიძლება მიარტყა, არის აი ეს გვერდთა მხარეები. ნახე, საერთოდ რაღაცნაირად ისეთი მომრგვალებული ფორმა აქვს და ანუ სწორედ როცა ზიხარ, აი პატარა მიხვევა და თავს არ ტყავ ეგრე რა. ხო, რაც შეიძლება კიდე სახელურები არ გვაქვს. აი ეს უბრალოდ მარტივად BMW-ში X4-ის გაკეთების დროს გადაწყვეტეს რომ სახელურები არ მოიყოლებინათ რა. დანარჩენი ყველაფერი სტანდარტულია. კიდე ხო რაც შეიძლება ითქვას რომ აქ გვაქვს ორი პორტი, ორი Type-C პორტი გვაქვს რა. შეგვიძლია მარტივად შევაერთოთ და რავი, ძღოლს twin არ ვქნათ იმასთან დაკავშირებით რომ აი სატენი მომაწოდე, ასე შემდეგ და იმანაც არ გვაგინოს მე იქიდან. კლიმატ კონტროლი და საჰაეროები. შო, აქ მე ისეთი არაფერი არ გვაქვს. ასე შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ. ახლა რა ხდება სალონში? გადმოვედით მოკლედ სალონში და ხდება რა? ხდება რული, საჭე უფრო სწორად ქართულად ვილაპარაკოთ. ეს საჭე ძალიან წააგავს, დაფიქრდით 39 მეტრებში რო იყო ხოლმე და 36 მეტრებში. წაფას რო ეძახდნენ, არ წააგავს. არ ვიზახი რომ ცუდიან რამე მსგავსი კარგი საჭეა მართლა, მაგრამ იმას რაღაცით წააგავს. ამ საჭეზე ხდება ასევე უხარისხოდ მიგდებული პლასტმასები, ასევე ხდება უხარისხო, შედარებით უხარისხო ტყავი. იგივე შეგრძნებას არ მაძლევს, რასაც მაძლევდა X5. ანუ X5-ში შედარებით რბილი საჭე იყო, შედარებით ხელისთვის უფრო კომფორტული იყო. აი ცოტათი რაღაცნაირად უცნაურად ზის რა ხელში. არ ვიცი, შეიძლება მე მეუცნაურება, შეიძლება ზოგადად ეგრეა, მაგრამ ჩემთვის უცნაური საჭეა, შედარებით სქელია, ისეთი არ არის როგორიც უნდა იყოს. და ნუ X5-ის საჭე მირჩებია. კიდე ხდება პლასტმასის ღილაკები. ამ პლასტმასის ღილაკებს შორის არის გალაკული რაღაცა კიდე პლასტმასი, თავის ორი პატარა გოგოჭელათი, რომელიც ერთი ხმისა, მეორე აგერ ვაკონტროლებს მონიტორს, მოკლედ პლასტმასებისგან და რა თქმა უნდა გვახსენებენ რომ ემია არა კვახი 2.0 დიზელი. ნახე, აი ამ ადგილზე მინდა შენი ყურადღება გავამახვილო რა. და რატო? აი ეს აირის გამოშვებები ხო ლამაზად არის, ანუ ხო ვიღაცა დაჯდა, იფიქრა, რაღაცა დახატა, გააკეთა და მიიტანა უფროსთან და თქვა რომ აი ესო ნახეო, მეო ესეთი გავაკეთეო და მოდიო ესო ჩაუშვათო. იმანას დაეთანხმა, კიო კაცო, მიდიო ადგენ და ჩატენეს. ჯერ ერთი. აი ეს ლამაზად რო გვაქვს ეს ქრომირებული კანტი და რავი, მატია თუ ქრომია, ვერ ვამბობ, ხან პრიალებს, ან არ პრიალებს, ეს არ პრიალებს, შიგნით აპრიალებს, რა ვიცი. და ლამაზად როა ეს ლამაზად ჩასმული. აი აქ რატომ იკეთებ უბრალო რაღაცა პლასტმასის მონაგლეჯს. ნახე,
შავი პლასტმასია. აი ეს რო ყოფილიყო იგივე ფერი. აუ ჩემი აზრით ბევრად ლამაზად შეძლებოდა დიზაინში და თვალისთვისაც უკეთესი დასანახი იქნებოდა. აი ამ მხარეს რაც შეეხება კი ამ მხარესაც იგივე გალაკული პლასტმასი გვაქვს რაც გვხდება აქაც იგივე გვხდება მაგრამ აი აქ ძალიან ლამაზად არის გაკეთებული და ეს ესე უნდა იყოს და როცა აი აქაც ძალიან უხდება სიმართლე რო გითხრა აი ამ მონაკვეთში მაგრამ გახსოვს იქ 5-ზე რა მოხდა გვერდები იყო სულთლად დაკაწრული და გაფრჭებული დარწმუნებული ვარ ამასაც იგივე ბედი მოელის ჯერ ეს 2-3 წლის მანქანაა X5 შედარებით ძველი იყო და მოკლედ დრომ თავისი უქნა აქაც დარწმუნებული ვარ იგივე მოხდება და ეს ულამაზესი გალაკული პლასტმასია თუ რავი რა ჟანდაბა ესეც თავის დროზე დაიჭყაპნება და გახდება რა ვიცი არის ნათითურებზე აღარ მაქვს საუბარი ძალიან ეთყობა ნათითურები და ნათითურების პრობლემაა ზოგადად ხო კიდევ ხდება X4-ის ლოგო აქ გვახსენებენ რომ X4-ში ვზივართ და არაფერი შეგეშალოსო ზემოდან არის პლატო აგერ აქ წერია კიდევ ხდება იგივე ნაგავი პლასტმასი რაც X5-ში შეიძლება ითქვას რომ უფრო ნაგავიც აი ამ მონაკვეთზე მაქვს საუბარი იგივე ნაგავი ნახე შავი სადაც ეს შავი არაფრიალა პლასმასია ჩემი აზრით არის ნაგავი ესენი ცოტა ხანში დაიჭყაპნება უარესად და უფრო ცუდი შესახედი იქნება ვიდრე ეს და აი მე გაიხსენებთ ვიზიარობის ხო ამაზე კიდე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა რომ რა არის ეს აი ეს რა არის წერმა რომ ვთქვი რომ ვიღაცამ მეთქი ეს ხო იმას აქ მეთქი და რატო დაამტკიცეს მეთქი და რატო დაუმტკიცეს მეთქი რომ ესე უნდა ყოფილიყო და ლამაზად არის ეს გარედან და შიგნიდან გული რატო დატოვეს მეთქი შავი და აქ უარესი ხდება ნახე რა ანუ შუაში გვაქვს ეგრეთ წოდებული მეტალი არ არის ეს არის მოდი ამას დავარქვათ აფერისტი ხილაკი იმიტომ რომ ვითომ მეტალია არა და პლასტმასია და პლასტმასი არის რაღაცა მოქრომებული რაღაცა მსგავსი რაღაც მარტო აქ კი არ გვხდება სხვა იგივე მოდელებშიც იგივე წლოვანების მოდელებშიც იგივე სიტუაცია გვაქვს რა აი ეს ნაწილები არის ქრომი პლასტმასი და ესენი არის რაღაცა აი ფუჩურაშკობა მიგდებული რა თავისთვის არის რაღაცა რატო როცა შეიძლებოდა რომ ლამაზად ესენიც ქრომში ჩაესვათ აქეთან მხარეს და აი ძალიან ლამაზად იქნებოდა მაგრამ არა აი ისეთი შდაბეჭდილება მსჩება ხოლმე BMW-ზე ზოგჯერ რომ აი იტყვიან ხოლმე ტიპები რომ კაროჩეო მოდიო გავაკეთოთ რაღაცა სისულელეო ხალხს უთხრათ რომ ეგო პირიქითო მაგარიაო და იჯერებენ რომ ჩვენს რაღაც პონჩი ვიჯერებთ ხოლმე ანუ რა პონტია ვერ ვიგებ ეს რა აი რატო უნდა იყოს რომ აქეთ პლასტმასი გვაქვს და ძალიან გავს ძველ ღილაკებს რომლებიც წინა მოდელებში გვხვდებოდა და ეს შუა დატოვილია უბრალოდ ეს შუა არის განახლებული და ესენი არის დატოვილი რატო აკეთებენ ამას ნამდვილად ვერ გეტყვით ვერ ვიგებ რავი არ ვიცი რა მოკლედ აქ ჩვეულებრივი ღილაკები რავი ესენი წესით ხო ანუ აქ შეგვიძლია დავაჭიროთ და შეგვიძლია უბრალოდ თითი დავადოთ და მაინც აკეთებს თავის საქმეს ანუ დაჭერითად შეგვიძლია და უბრალოდ თითის დადებით თაჩია თან ღილაკიც არის ეს კარგია აი ეს ნამდვილად კარგია და პლუსია ამაში ხო აი ამ პლასტმასთან შეეხება რავი რა უწოდო ფანერკა რეიკა რავი რა ჟანდაბა ვერ ვიგებ X5-ით ზუსტად იგივე შემხდა უბრალოდ იქ დამაუწყარო ხაზი გამესვა რამაზე მესაუბრა ხდება რაღაცა მოდის ესე პატარა ჩოხი და ბოლოში რაღაც ტაფაა და თან უხარისხო პლასტმასია რაღაც ჭრაჭუნავს კიდევაც ახლა შეიძლება კამერაში არის მოდის მაგრამ ანუ ძალიან აი საითაც არ უნდა დაადო ხელი ხმაურია და ხმაურობს ზოგადად რა არ ვიცი როცა შეიძლება და უკეთესად გაეკეთებინათ ხო ასევე საჭეზე ხდება შიფტერები ესეც რა თქმა უნდა პლასტმასი აქეთ გვაქვს ვითომ ისე რომ ქრომიაო და ლამაზია და ვითომ მეტალი უნდა იყოს მაგრამ აქეთ უკანა მხარეზე უშუალოდ სადაც უკვე ხელი ეხება იქ გვაქვს პლასტმასი რა თქმა უნდა ცუდი შესახებია და არტოვებს მაინც და მაინც სასიამოვნო შეგრძნებას აი ამასაც ვერ ვიგებ რა ჯანდაბათ მინდა რომ წინ მქონდეს მეტალის ეფექტი სადაც ხელი არ ხვდება და იქ სადაც ხელი ხვდება მქონდეს პლასტმასი რაღაც ნაგავი პლასტმასი აი ამას არ მივესალმები და არ ვერ გავამართლებ ვერანაირად კონექტინგ დრაივი აქაც გვაქვს შეუულებრივად
რავი, აქ განსაკუთრებული ოფციები დატვირთული და გადახონძლული არაფერი არ არის. საوارძლების გათბობა სტანდარტულად უკვე თითქმის უმეტესობა მანქანებში გვხვდება. გაგრილება რა თქმა უნდა არც აქ არა გვაქვს და არც X5-ში არ გქონდა. ხო, რაც შეეხება აი ამ მონაკვეთს. სხვა შორს ვერაფერს ვერ დაუწონებ. შეიძლება კამერაში არ ჩანს კარგად, მაგრამ თითს რო გადაუსვამ, გრძნობ რომ რაღაცა უბრალო მიგდებული და რაღაცა ფუჩლაშკობა არ არის და ნამუშევარია და ნაფიქრია ამაზე, ანუ რაღაცნაირად უცნაურ შეგრძნებას ტოვებს რა. აი ეს ხაზები რაც არის, ამომჯდარია ცოტა ზემოთ და თითს რო გადაუსვამ, სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს. აი, რაც შეეხება მონიტორი, რა თქმა უნდა, BMW-ს სახელგან განთქმული სისტემა გვაქვს და საკაიფოთ არის ყველაფერი ამ კუთხით. უბრალოდ ნახე რა არის. ბევრ Mercedes-ს დასცინიან ხოლმე და აქაც ზუსტად იგივე პრობლემა გვხდება. რაღაცნაირად აი შეგრძნება მიჩნდება, რომ რაღაცა ტაობაოზე ან თემუზე ნაყიდი ორლარიანი მონიტორია მიგდებული და დაყენებული. ხარისხზე და სისტემაზე არ მაქვს საუბარი, თვითონ ფორმაზე მაქვს რა საუბარი. თუ გახსოვს უმონიტორო E90-ებში რას აკეთებდნენ ხოლმე? იდულობდნენ ჩინურ საიტებზე და აყენებდნენ. აი ზუსტად იგივე ფორმა აქვს ამასაც. ზუსტად იგივე ფორმა აქვს და ხმაურობს. ეხლა კამერაში ამას თქვენ ვერ გაიგებთ, მაგრამ ხმაურობს. ჭრიჭინებს და ანუ დაახლოებით 60 წელიწადში ესეც ზუსტად იგივენაირად იხმაურობს, როგორც CL ხმაურობს. შეიძლება ნაკლებად, მაგრამ ესეც იხმაურობს. ორიოდე სიტყვის მინდა ტორპედოსაც შევეხო, იმიტომ რომ ნახე, ტორპედო არ არის რბილი, საზიზღარი მატერიისგან არის გაკეთებული. ტექსტურა რაღაცა ისეთი აქვს, რომ თითქოს რბილი უნდა იყოს, მაგრამ არ არის რბილი. არა, ვაფშე არა, საერთოდ არ არის რბილი. არსად, აი ვაფშე არსად არ არის რბილი. ხო, კიდე რა მინდოდა ამაზე მეთქვა. ყველა მანქანას რაღაცა დროის გასვლის შემდეგ აქვს რაღაცა გარკვეული ხმა. ზოგი ჭრიჭინებს, ზოგი შრიალებს, რავი, რაღაცას აკეთებენ, რა, რაღაცა დროის გასვლის შემდეგ და ნახე, ამას ხახინდანვე გამოყვა ეს ხმა და ნახე რა საინტერესო ხმა აქვს. X6-ის ფული არ მქონდა, X6-ის ფული არ მქონდა, X6-ის ფული არ მქონდა. აქაც X6-ის ფული არ მქონდა. ნახე? მე ეს გადაიზრდება თან ამას ჭრიალის დაემატება დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში და რავი, არ ვიცი რა. იმედია არ გაფუჭდება და იქნება ისეთი როგორც არის და თუ გაფუჭდა კიდე, ნუ გადავიღებ ვიდეოს და გეტყვით რომ აგერ გაფუჭდა. აი, ბოლოს კიდე მინდა განხილვაზე დავამატო, რომ გვაქვს ულამაზესად გაკეთებული სალონის განათებები, ნახე, ძალიან ლამაზად მოძდებს ესენი, მაგრამ აი აქ არ გაბედო და თითი არ შეღოთ. ძალიან ცუდად არის მოჭრილი მართლა. აი ეხლა დავაკვირდი მეც და შეიძლება უბრალოდ თითი გაიჭრა. აი თუ სწრაფად აი ჩამოუსვამ თითს, ჩვეულებრივად გაიჭრი. ვისაც ჩემი არ გჯერათ, ნათესავს მეგობარს ან ვინმეს ეთხოვეთ და შეამოწმეთ რა, მართლა ეგრეა. აი აქ შეყავით თითი, სწრაფად არ გაუსვათ, ნელა გაუსვით და ზუსტად ნახავთ რომ აი ძალიან უარგისად არის აქ გაკეთებული და სწრაფად თუ გაუსმევ, მართლა რავი შეიძლება მინიმუმ თითის გაჭრით დაამსრულებ ამას. ძალიან რაღაცა ბასრი კუთხე აქვს, აი ამ ადგილზე მიცემული. კარებზეც იგივე სიტუაცია გვაქვს, ნახე, ძალიან ლამაზად არის გაკეთებული. ძალიან კარგად ზის დიზაინში და ძალიან სასიამოვნო ფერებია რა. ამ ფერების რეგულირება შეგვიძლია, მონიტორიდან შეგვიძლია მაგ ფერების დარეგულირება. და აქაც ზუსტად იგივე მასალა და ფაქტურაა გამოყენებული, რაც აქ ესეც სასიამოვნო იგრძნობა. ნუ მეტნაკლებად ნაფიქრია აქეთ ამ მხარეზე. ხო, აი ეს ადგილი რბილია და ტყავშია გაკეთებული, ნუ უფრო ტყავის შემცველში, მაგრამ ნამუშევარია და რბილია. სახელურები ყოველთვის მომწონდა BMW-ს სახელურები. აი ძალიან მომწონდა BMW-ს სახელურები, იმიტომ რომ ყოველთვის ისე აკეთებენ, რომ სასიამოვნოა როგორც ხელისმოსაკიდებლად, ისე შესახედავადაც და ანუ ძალიან მართლა კარგად აკეთებენ რა, რასაც ვერ დაუკარგავ, ეს არის რომ მართლა კარგად აკეთებენ. ნახე, ორიოდე სიტუეთ კიდე მინდა შევეხო სკამებს, ძალიან მაგარი ფორმა აქვს. მართლა კარგად არის გაკეთებული, ნამუშევარია, დრო არის დაკარგული, ხარისხიც ნორმალური აქვს. აი იგივე შეგრძნებებს გიტოვებს, რაც დაახლოებით ფათში იყო, თითქმის იგივე ოდნავ უარესი, სულ ოდნავ უარესი შეგრძნება F-თან შედარებით, მაგრამ ძალიან ცუდი ახაც არ არის. ძალიან ლამაზი ფორმები აქვს სკამს გაკეთებული. აი ძალიან სპორტულ სტილშია რა, სკამი გადაწყვეტილი.
ძალიან კომფორტულია, არ გღლის და აი ეს გვერდები მაქსიმალურად გეკრობა გვერდზე და მოსახლეში შესვლის დროს ფანჯრიდან არ გადავარდები. არც უსიამოვნო რწევა გექნება აქეთ-იქეთ მოკლედ. სკამი კარგად არის გაკეთებული, მომწონს დიზაინშიც ზის და კომფორტულიც არის. BMW რის BMW-ა თუ ჩეკი არაა თუ 22 წლიან მანქანაში, ნახე. ნახე. აი. ჩეკი გვაქვს. ნახე კიდე რა გვაქვს. უკოსვლის კამერა გვაქვს, რომელიც გვეხმარება მარტივად დაპარკინგებაში. მოძრავი ზოლები გვაქვს, ანუ რულის ტრიალთან ერთად ეს ზოლები იცვლება. აქ გვაქვს კიდე 360. 360 კუთხით არის სენსორები და გვაგებინებს მოკლედ სადმე თუ რამეს მიუახლოვდებით რა. ეს მართლა კარგი ფუნქციაა და თან ამას მინდა ზემოდან დავძინო, ნახე, რა კარგი ხარისხი აქვს უკანა ხედვის კამერას, თან არის ღამე. ანუ ყველაფერს რო თავიდან ვანებოთ არის ღამე და მაგის და მიუხედავად აქვს ნორმალური ხარისხი. ეხლა დავიძრათ და მოძრაობაში გადმოგცემთ ემოციებს. თუ გახსოვთ X5-ის ვიდეოში ვთქვი რომ მოძრაობს როგორც ტანკი თქო. აქაც იგრძნობა, რა თქმა უნდა, ბევრად ნაკლებად იგრძნობა. ეს ბევრად პატარა საბურავებზეც დგას ვიდრე X5. ბევრად არაკომფორტულიც არის. ანუ X5-ს შედარებით უფრო კომფორტული სვლა ჰქონდა რა. შეიძლება ეს კადრშიც დაინახოთ რომ მოძრაობის დროს მანქანა მეტად ყანყალებს. იმის ბრალია რომ გასაგები მიზეზებია, იმიტომ რომ დაბალი სეგმენტია, იმდენი არ არის ნამუშევარი და მეტი არ უნდა მოვთხოვოთ. მეტად ყანყალებს მანქანა, რაც შეიძლება კამერაშიც აღიქვათ და ნაკლებად კომფორტულიც არის. მაგრამ ეს არის X4, იგივე X3-ია, ოღონდ სხვა ფორმებში და ამას ბევრი არ უნდა მოვთხოვოთ. თავის საქმეს ასრულებს, კომფორტულად ასე თუ ისე გადაგვაადგილებს ქალაქში, A პუნქტიდან B პუნქტამდე მივალთ, არის დიზელის ძრავზე, რაც გვაძლევს იმას, რომ ქალაქის პირობებში საკმაოდ ნორმალური ცხენია. დაახლოებით საუბარი გვაქვს 190 ცხენამდე. ხო, ოდნავ ბრაგუნიც აქვს. თუ ცოტა ისეთი ღრმა ეგრეთ წოდებული იამკა შეხვდა, ოდნავ უსიამოვნო ბრაგუნსაც უნდა შევეჩვიოთ და უნდა ავიტანოთ, ოდნავ უსიამოვნო, აი, მაგალითად, ეხლა შეიძლება კამერაში არ იგრძნობა ისე, როგორც რეალურად არის, მაგრამ არის. ფაქტია რომ არის, ოდნავ უსიამოვნო ბრაგუნი გვაქვს. ორიოდე სიტყვით, რაც მინდა კიდე რომ კაპოტზე გითხრა, მინდა დაგანახო როგორია სალონიდან დანახული კაპოტი. გვაქვს 4 ამოზნექილი, 2 მარჯვენა მხარეს, 2 მარცხენა მხარეს, რაც მეტნაკლებად შთაბეჭდილებას გიტოვებს, რომ რაღაც ისეთ მოსპორტულო ჯიპში ხარ, რაღაც დაკუნთული როჟას ატარებ და დაკუნთული როჟის პატრონი ხარ. ეს რეალურად არ არის, სულ რაღაც 2-დან 0-იანი დიზელის ძრავია, მაგრამ შეგრძნებას მართლა კარგს ტოვებს და აი რაღაცა სხვა ფიქრებში გადაყავ ხარ. საკაიფოდ არის გაკეთებული. ხედვას რაც შეეხება, მანქანის ხედვა, ნახე. აი ეს სტოიკები, რაც ბევრ მანქანაში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ხოლმე, აქ არის გაკეთებული ძალიან კარგად. მართლა კარგად არის. აი ეს დიზაინიც რო აქ სამკუთხედი კეთდება, ესეც მომწონს, იმიტომ რომ თვალისთვის ძალიან უჩვეულოა და რავი, უმეტესად ეს უბრალოდ მომრგვალებული ან სწორია ხოლმე. აქ ხდება უბრალოდ აი ესეთი რაღაცნაირი სამკუთხედი ფორმისა. დიდია, განიერია, მაგრამ რაც მთავარია, ხედვაში ეს ხელს არ გვიშლის, ადამიანს არ ფარავს და იმის საშიშროებას არ გვიტოვებს, რომ ვიღაცა ავაკაპოდოთ და მთელი დარჩენილი ცხოვრება ციხეში გავატაროთ, მაგის საშუალებას თითქმის არ გვაძლევს. ნორმალურია, ლამაზია და კარგაძის დიზაინში, ჩემი საყვარელი სიტყვა, კარგაძის დიზაინში. ხო, რაც შეეხება მატერიას, ცოტა ისეთი უხარისხო მატერიაა, ჩვენ და გასაკვირად ჭერით შავი გვაქვს. მთლიანად შავია მანქანა, შავშია და ჭერით შავი მოაყოლა ამ კონკრეტულ მოდელში BMW. მაგრამ ისეთი მატერიაა, რომ დაახლოებით 1-4 წელში აი ეს შავი ლამაზი მატერია დაახლოებით რაღაცა მუქ IA3-ის ფერში გადავა და მოგვიწევს მე რომ ეს ავდგეთ, შევცვალოთ, ან ახალი დავაყენოთ, ან ახალი გადავაკრათ და დამატებითი ხარჯია. მაგრამ ნორმალურია. ამ ეტაპზე ეს პრობლემა არ გვაქვს. 4-5 წლის მერე შეიძლება ეს მანქანა 4-5 წელი შეიძლება ეს მანქანა საერთოდ არ გაიჩერო და ამაზე შეიძლება ტვინს საერთოდ არ გქონდეს საჭირო.
ზოგადად პატარა SUV-ებთან დაკავშირებით ცოტა სკეპტიკურად ვიყავი ხოლმე განწყობილი, მაგრამ ნახე მომეწონა. და რატო მომეწონა? საბოლოო ჯამში მომეწონა და რატო? ხედვა გაქვს დაახლოებით ისეთი, როგორც ჯიპს უნდა კონდეს რა. აი ქართველები რასაც ჯიპს ვეძახით, იმ ჯიპზე მაქვს საუბარი. ფირმა ჯიპზე არ მაქვს საუბარი და ბრენდზე არ მაქვს საუბარი. აი ზემოდან იყურები, მაგრამ მაგის და მიუხედავად მაინც შეგრძნებას გიტოვებს, რომ სპორტულ მანქანაში, მოსპორტულ მანქანაში ზიხარ. აი წარმოდგენა გექმნება ისეთი, რომ სედანში ზიხარ. ოღონდ ეს სედანი არის მაღლა, ანუ მიწიდან არის საკაიფოდ მოშორებული. ჯდომის პოზიცია, ხედვა, ყველაფერი ეს იმაზე თამაშობს, რომ გვაგზნობინოს, რომ რაღაცა მოსპორტულო ტიპია, BMW-ა, რაღაცა ფრანგული ფუჩურაშკობა ტიპი არ არის და მაინც ისეთი, როგორ გითხრა, აი გავჩე, ეს არის მანქანა, აი ადამიანს რო შევადაროთ, ეს არის მანქანა დავარცხნილი, შავ კოსტუმში ჩაცმული, კრიმინალური ძველი წარსულით, მაგრამ ეხლა უკვე ლეგალურ ბიზნესში როა, აღარაფერს რო აღარ აშავებს, მაგრამ აი უბის ქვეშ რო ერთი კაი რევოლვერი რო აქვს რა ყოველთვის გამზადებული. აი იმენა ეგეთი ტიპია. დავარცხნილი, კარგად ჩაცმული, გერმანულ ასეთი რაღაც უხეშ სტილშია გაკეთებული, მაგრამ აი ესე უბეში მაინც გამზადებული აქვს რევოლვერი, ვინიცის ვაი და რა ხდება. დღეს რო ბიზნესმენია და ადრე რო წაუკრიმინალურებდა. აი იმენა ესეთ ადამიანს შემიძლია შევადო ოთხო და კიდე საბოლოოდ მინდა შევეხო კიდე მუხრუჭებსაც რა. ძალიან უცნაური მუხრუჭები აქვს. აი ზუსტად თუ არა დაახლოებით იგივე შეგრძნებას გიტოვებს, რასაც გიტოვებს ჰიბრიდი ან ელექტრომანქანა. მოკლედ თუ დააწვევი მუხრუჭს, ოდნავ რაღაცა ესეთ ვიბრაციას, აი წაკანკალებასავით იგრძნობ და თუ მაგალითად ნელა მიგორაო და მუხრუჭს დააწვევი და მე აუშვებ, მანქანა ანუ თავისით აგძლებს და მუხრუჭებას და ბოლომდე არ ჩერდება, მაგრამ თავის აი თითქოს ისეთ შეგრძნებას გიტოვებს, რომ მუხრუჭების ხარჯზე ენერგიის რეგენერაციას ახდენს. არ ვიცი ეს ესია თუ არ არის, მაგრამ როგორც ასეთი შეგრძნებას ასეც ტოვებს. ხოლო მოდი ახლა დასასრულისკენ წავიდეთ და ორივე სიტყვით მინდა ფასს შევეხო. ესეთი ახალი რო იყიდო, აი დაუზიანებელი 40-დან 50,000-მდე გჭირდება. აი 40 და 50,000 ამ მანქანაში ნამდვილად არ გადავიხდით. დაველოდებოდი რამდენიმე წელი ჩვენ ჯიგარ მეზობლებს და მეგობრებს ამერიკაში ვიღაცა უეჭველი მილეწავდა, აი სახეს გაულამაზებდა, მე შევიდოდი კოპარზე, შენივად წკაპ იქ მოვიგებდი და ნახევარფასში შეიძლება უფრო იაფათაც დავითრევდი, ჩამოვიყვანდი, გავაკეთებდი და დავждდებოდი. ვერც პეტრე და ვერც პავლე იმას ვერ გაიგებდა, ეს მანქანა დანამტვრევია და გაკეთებულია თუ სულ ახალი ჩამოვიდა. ამ წარმოიგინე 40 და 50,000-ში შენ ჩვეულებრივად შეგიძლია წინა მოდელის E-კლასი იყიდო და მეხუთე სერია იყიდო. და რავი ახლა დაფიქრდი ეს შენ გიღირს წინა მოდელის E-კლასი და მეხუთე სერია იყიდო და საკაიფოდ იარო, უფრო კომფორტულად, უფრო მაღალი სტატუსის მქონე მანქანა იარო, თუ აი ამ მანქანაზე დაждდე შედარებით ახალზე, მაგრამ ნუ ისეთი სტატუსი ვერ გექნება, როგორც X5-ის შემთხვევაში. და როგორც E-კლასის და მეხუთე სერიის შემთხვევაში. არ დაგავიწყდე სახის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, კომენტარიც დატოვე და კიდევ მინდა გავიმეორო იგივე რაც X5-ის ვიდეოში ვთქვი. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ უფრო და უფრო მაგარი მანქანები გვეყოლება. რა თქმა უნდა, იქნება ბიუჯეტური სეგმენტიც და იქნება პრემიუმ სეგმენტიც. შევეცდები რომ ყველანაირი მანქანა გადავიღო და ყველანაირი მანქანა სხვანაირი და უფრო როგორ გითხრა, სხვა კუთხით დაგანახო, აი ვცდილობ რომ მანქანა დაგანახო სხვა კუთხით. არ მინდა რომ მარტო სტატუსი გამოვაჩინო მანქანის, არ მინდა რომ მარტო რაღაცა დაზეპირებული ტექსტებით ვილაპარაკო, ვცდილობ ჩემი აზრი გადმოგცე, ჩემი ემოციები გადმოგცე, ვიყო მაქსიმალურად რეალური ის რაც ვარ. ამიტომ გამოიწერე კიდევ ერთხელ არხი, დაალაიქე, დატოვე კომენტარი და დაელოდე უფრო და უფრო თესლ მანქანებს.